ახსოვს. არა, არც მსოფლიოს არ ახსოვს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში, ძველი პერიოდიდანაც ვერ ვიხსენე მე ხალხის ასეთ თავგანწირვას, ამიტომ არის რომ აღთვალებულია მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა, მთელი ატლანტიკა და ამიტომ აი რომ გვიჭერენ მხარს თორემ ახლა ისეთი პრობლემები წარმოიშვა მსოფლიოში, ამის მესამე მსოფლიო ომის კართან არის კაცობრიობა მისული და ეს სავაჭრო ომები და გლობალური კრიზისები ვის ეცლებოდა ჩვენთვის? რო არა ეს ჩვენი ხალხის იქ დგომა, რაც ავტომატურად საქართველოს აყენებს მსოფლიო პოლიტიკური რადარების აი წინაპლანზე შეიძლება ითქვას და აი ახლა ხომ მქონდა ბოლო ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონში აღთვალებული იყვნენ სენატორ კონგრესმენები და მოკითხოს მაბერებდნენ პირდაპირ ხალხთან. რა თქმა უნდა მეც გადავეცი მოკითხვა იგივე ვილსონს, რომელთანაც ეს თბილი სიტყვები დამამბარეს მიტინგის მონაწილეებმა არაერთხელ და უაღრესად დასამუნები დარჩა ყველა აი ამ სასიამოვნო მოკითხების ურთიერთგაცვლით და ვიმეორებ რომ კიდევ ერთხელ დასტურდება ელემენტარული საკაცობრიო ჭეშმარიტება, რომ ისტორიას ხალხი წერს და არა პოლიტიკოსები დღეს ხანდახან სამბარასკები რო აქვთ ან NGO-ები, ან ექსპერტები, რომ მოიმზევებენ ენას და გაიდებენ ენას მხარზე იმის მიხედვით, საიდან მოვზდით გრანტი, ან თქვათ იგივე დიდი პატრიოტიზმის მიუხედავად ჟურნალისტები, არა, ხალხი წერს ისტორიას და დღეს ჩვენი ხალხი აი ამ ერის მატიანეს აფიქსირებს თავისი ოქროს კალმით, თავისი სულით, კარგავს შეიძლება ითქვას და ეს აუცილებლად იქნება გამარჯვებული დამთავრებული უახლოეს ხანში ეჭვარშეგებად. რადგან ჯო ვილსონი ახსენეთ, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს სანქციებზე, სასანქციო სიამას უკვე მისად აქვს, თქვენ გქონდათ მასთან შეხვედრა, მაგრამ გავიხსენებ ჯერ კიდევ 2012 სასანქციო სია ჩაუტანეთ ჩვენ სრული ბატონ ვილსონს, ჩემი ყოფნის დროს მეგობარი კონგრესმენი, მე უწოდე მას პირადი შეხვედრისას და საჯაროდაც ეროვნული გმირი, ალბათ ეს გადაწყვეტილება ახალი ხელისუფლების მიერ ვინც მოვა საქართველოში იქნება მიღებული, ასე ჩვენ უცხოელი მეგობარი არავინ არ დაგვდგომია და კიდევ ერთხელ გავიხსენებ 12 წლის წინანდელ დაწყებულ ჩვენს ბრძოლას ივანიშვილის და რეჟიმის დასანქცირებაზე, როდესაც, ისე გვიყურებდნენ როგორც აი ეგზოტიკურ მოვლენას, არავის არ შეეროდა, რომ ჩვენ ვიყავით სერიოზულები ამ საკითხში, ახდებოდა ჩვენი პროგნოზი, ან ოდესმე ეს გახდებოდა მართლა სერიოზული განხილვის საგანი. დაიწყეთ თქვენ ამერიკის 2012 წელს იგვიანებს ეს სანქციები, როგორც იქნება. სანქციები რა თქმა უნდა. ბრიტანელებთანაც გქონდათ, მე თქვენს ლაივს უყურე, სადაც თქვით, რომ ბრიტანეთის პრემიერს და ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრებს ყველას გაუგზავნეთ მათთან სისტემატური კონტაქტი გვაქვს სანქციები რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანეთის სანქციები. გეტყვით მაგაზეც გეტყვით, აი ახლა განხილვის სტადიაშია ზუსტად ბრიტანეთში უახლოეს ხანში მოხდება დასანქცირება ივანიშვილის და მისი კლანის. ჩვენ ასევე სია გადავეცით ბრიტანეთს თემთა პალატას, ლორდთა პალატას და მარტის დასაწყისში ჩემი ვიზიტი ლონდონში თუ გახსოვთ იქ შეხვედრები იყო დღევანდელი პრემიერის მოადგილეებთან, კოლინსთან და სმითთან და სხვებთან, ძალიან თბილად განწყობილი საქართველოზე, დეტალებში იციან ყველაფერი, მე მაჩერებდნენ და აქეთ მეუბნებოდნენ ინფორმაციას, რის თქმასაც ვაპირებდიან, რაც არ ვიცოდი. აი ამ რეჟიმზე და პირადად ამ ბატონზე. ინფორმირებულები სრულიად და აი რა მნიშვნელობა აქვს თქვათ პოლიტიკურ ცხოვრებაში შეუმჩნევლობა ზოგჯერ. აი ეს ორივე უმაღლესი თანამდებობის პირი, იგივე კოლინზი, ვინც გითხარით, სტარმერის მოადგილეა, ლორდთა პალატაში ლიდერია ლეიბორისტული პარტიის. თქვენი თანაპარტიელი. ხო, თანაპარტიელებია, თანამოაზრეებია, რა თქმა უნდა. მე მინდა გითხრათ, რომ სტარმერის სახით, ინგლისის და ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერის სახით, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ბრიტანეთში გამოჩნდა ქარიზმატული ლიდერი. ასეთი მათ აღარყოლია ტეტჩერისა და ბლეერის შემდგომ, იყვნენ უსახო ლიდერები, აღარ მინდა ახლა გვარები დავასახელო, რომლებიც ვერავით არ კვალი ვერ დატოვეს ვერც ქვეყნის, ვერც ევროპის ისტორიაში და დღეს სტარმერი ხდება ჭეშმარიტი ლიდერი მთელი ატლანტიკის შეიძლება ითქვას, მით უმეტეს, როდესაც დაიძაბა ურთიერთობა ტრამპსა და ევროპის ლიდერებს შორის, დღეს უკვე ხიდი ხო, შეიძლება ითქვას, მაგრამ ესეთი ქაოსია ევროპის გამოღვიძებაც მოყვეს ამას და რა თქმა უნდა, ამის საუბარზე ვისაუბრებთ გადაცემაში თუ იქნება დრო, გეტყვით საინტერესო დეტალებს. სიები ჩაუტანეთ ჩვენ ვილსონსაც, რა თქმა უნდა. და სწორედ იმ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში შეხვდა ვილსონი ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ვენსს
მარკო რუბიოს და უოლს, რომელიც არის პრეზიდენტის თანაშემწე უშუალობის საკითხებში კონგრესმენი იყო ეს, ვისონის მეგობარია, იქიდან გადაიყვანეს. სწორი გააკეთა ტრამპმა, რომ ამჯერად დააკომპლექტა მთავრობა სენატორებით და კონგრესმენებით, ანუ ვისაც ჰქონდა პოლიტიკური მუშაობის გამოცდილება. განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც იგივე ტილერსონი მოიყვანა სახელმწიფო მდივნად, რომელიც იყო სკაუტების პრეზიდენტი, ბანაკები რო აქვს ბავშვებს, აზრი არ იყო სოფლიო დიპლომატია რას წარმოადგენდა და ასე ვთქვათ, რაღაცა პრობლემებიც წარმოშვა რბილად რო ვთქვათ იმ პერიოდში. ეხლა მარკო რუბიო ეს არის სენატში გაზრდილი ძალიან სერიოზული, სოლიდური მოღვაწე და შესაბამისად თუ რაღაცა ტრამპა თავისი სიჩქარით და სიმჩატით რაიმე შეცდომები დაუშვა, ეს გუნდი დარწმუნებული ვარ გაასწორებს. თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი თქვენ რადგან ამბობთ, რომ სასანქციო სია იქ არის, ვილსონი შეხვდა ტრამპს და სავარაუდოდ ამაზე არ ვიცი, რამდენი შეიძლება ვარაუდი, მაგრამ საუბარი შედგა, არ შედგა, ჯერ არ ვიცით. არა, რა საუბარი შედგა, ვიცით, ეს მინდოდა მე თქვა, რა საუბარი იყო, ამერიკის უმაღლესი ხელმძღვანელობა განწყობილია, რომ სანქციები მიიყვანოს ბოლომდე და სანქციების გზით იქნას მოცილებული ივანიშვილის რეჟიმი. ეს მიუხედავად იმისა, ვაშინგტონსა და მოსკოვის შორის რა ხელშეკრულებები დაედება, რა ურთიერთგაგება ან წინააღმდეგობა წარმოიშობა, იქ უკრაინის პროცესები როგორ განვითარდება, ამის მიუხედავად ივანიშვილის და მისი რეჟიმის ადგილი ქართულ და მსოფლიო პოლიტიკაში არ არის. ამას გაუგებარი მთელი ეს განწყობები არის გამოკვეთილი და დაუფარავი. ესე მინიშნებით კი არ გაუბნებიან. პირდაპირ გაუბნებიან, რომ ამათ სანქციების გზით, ბლოკირების მეთოდებით მოვიცილებთ საერთოდ ქართული პოლიტიკიდან და ჩვენ ქართული ხალხის მხარეზე ვართ. განსხვავებით წინა პერიოდებისგან, როდესაც აი იგივე არჩევნები ჩვენ რო ხტოვებდნენ გარეთ და ლეიბორისტულ პარტიას დამთავრდაცავლებს უცხობდნენ, ეს ხდებოდა არ მარტო შიდა ამ კორუმპირებული წრეების და იგივე ივანიშვილის მეცადინეობით, ოლიგარქიის ცდელობით, არამედ იგივე ამერიკა და ევროპა უდასტურებდა, რომ არჩევნები დემოკრატიული იყო. ხმას არ იღებდნენ. ანუ ფაქტიურად, მაბადეთ, საინტერესო ეპოქაში ვართ. პირველი შემთხვევა, რომ სოფლიო პოლიტიკური ელიტა და ეს ელიტა ევროპა ატლანტიკაზია, ხო? ხალხს უჭერს დღეს ხალხს და არა მმართველ მთავრობებს. კორუმპირებულებს, ნაკლებად კორუმპირებულებს თუ შევარდნაძეებს თუ რეფორმატორებს თუ ვიღაცას. არა. დღეს ამბობენ, რომ ჩვენთვის მთავარია ქართული ხალხი რუსთაველზე როდგა, ის რას ფიქრობს და რა უნდა. და ვენდობი ამ ხალხს ვინც ამბობს, რომ არჩევნები გაკალდა. თქვენ არჩევნები ახსენეთ და საზოგადოების ნაწილს რუსთაველზე თქვენთან დაკავშირებით ზუსტად ამ საკითხზე ჰქონდათ კითხვები. ეს შეკითხვების პირველი ნაწილია, ჩვენ მაყურებელს უბრალოდ დავუანონსებთ, რომ მეორე ნაწილიც გვექნება. მანამდე მოდით არჩევნებს შევეხოთ. ხო, მოვუსმინოთ შეკითხვებს და აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენ აი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქმედებთ, მივდივართ რუსთაველზე და ვინც ხვდება, ყველას ვეკითხებით აზრს შესაბამისად. არჩევნებზე როცა ყოლევის პრეტენზია აქვს ამას და არაფერი მსგავსი. არჩევნებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები არა მარტო ქართულმა ხალხმა არ აღიარა და იმიტომ დგას იქ, არამედ სოფლიომ პირველად გამოაცხადა არალეგიტიმურად, არადემოკრატიულად. ამიტომ არავითარი შედეგი არ ყოფილა. კონკრეტულ დეტალებს გეტყვით ახლა მაყურებელს მოვუსმინოთ. არწმუნებული ვარ, ადევნებდა ალბათ წინასაარჩევნო კვლევებს შავლან ათელაშვილი თვალს მიკერძოებულსა და მიუკერძოებლის მიხედვითაც დარწმუნებული ვარ თვითონაც იცოდა, რომ ვერ გადალახავდა ბარიერს, მაგრამ მიუხედავად ამისა არც არავისთან შესულა კოალიციაში და არც თავისი კანდიდატურა მოუხსნია, ანუ გულისხმობ პარტიის კანდიდატურა მოუხსნია. ნუ გასაგებია შეიძლება კონკრეტული ოპოზიციური მხარის მიმართ სიმპათიებით არ იყო გამსჭვალული და არ გინდოდეს მასთან კოალიციაში შესვლა, მაგრამ როდესაც ესეთი სიტუაციაა, როდესაც ხედავ, რომ ქვეყნის სადავეები ხელიდან გეცლება და როდესაც ხედავ, რომ შენი საქმიანობაც მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს, თუ შენ არ ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული იგივე სამთავრობოს გულისხმობ, ანუ თუ არ ხარ ოცნების პოლიტიკის გამტარებელი, მაშინ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რას აიღო ხა არ აქვს მნიშვნელობა 9% აიღო თუ 1.9% აიღო, რატომ წაართვა ეგ ხმები ოპოზიციას და რა იყო მისი მამოტივირებელი არგუმენტი? ორი კითხვა მაქვს. პირველი მაქვს აი საერთო ოპოზიციურ იმაზე რას ფიქრობთ? გაერთიანებაზე რაც რეალურად მაგრა გჭირდება, იმიტომ რომ მაგ ხრი მაგრა გვერხევა.
და მეორე კითხვა მაქვს, აი რაღაც ცოტა ლაპარაკი დაიწყო, რა ძალიან არ მომწონს, რომ აი გავიდეთ იმ იმაზეო, რა ქვია. აი ხა მერის არჩევნები როა და ხო და საერთოდ ვერ ხვდები რა მუღამი აქვს ამ მთავრობასთან არჩევნებზე გასვლას. აი არ გეთამაშებიან ნორმალური წესებით, ყველა წელს გირღვევენ და აი თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონო შალო ამ იმაზე. იღებს თუ არა მონაწილეობას? ხო, ანუ ხო, მიიღებს თუ არა, ეგ მაინტერესებს, კი. თქვენი აზრით არც ერთმა ოპოზიციონერმა არ არა, არ უნდა რა აზრი აქვს, ეხლა რავი რა აზრი აქვს. თამაშის წესი, აი მსაჯი არის მოსყიდული. არ არის წესი, ეს არჩევნები არ ტარდება, გვიყალბებენ, არაფერი არ არის ნორმალური და რა мотиваცია რომ არჩევნებში გავიდეთ, მოგვაგებინებენ, შანსი არ არის. და სიტყვაზე რომ დაუშვათ რომ მოიგოს, ბოლო-ბოლო იმ მერი რომ ჩვენ რომ სიტყვით თბილისში გავიყვანოთ, იმერს დაიჭერენ ბოლო-ბოლო რაღაცა ბრალდებას წაუყენებენ და არ მგონი ამათთან ვერ ეთამაშები რა, ეს წესები არის მაგათი, ეს წესები არის არასწორი. მაინტერესებს როგორ ახერხებს რომ ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე ოპოზიციაშია, რატო ვერასდროს ვერ მიაღწია იმას, რომ მთავრობაში ყოფილიყო ცოტა მოწინავე პოზიციებზე და თავის დროზე საკრებულოს წევრობა რატო გაყიდა? გთხოვა ერთხელ მაინც მანდეთ ქვეყანაო და არ ვანდო ხალხმა. როგორ ვანდო, რომელიც ყიდის? დარწმუნებული ხართ რომ გაყიდა და არა დაუთმო? ადამიანმა როცა და რავი ვენდეთ გვინდოდა ყოფილიყო და ჩვენ დაუკითხავთ სხვას გადააბარა, მაგას გაყიდვა, ხალხის გაყიდვა ქვია. მოკლედ ამდენი წელი ამოუწურავი თემა. ეხლა მე რო ხელისუფლებაში ვიყავი და მართლა რამე სოდვა ჩამედინა, ან გადაწყვეტილება მივიღო არასწორი, ალბათ ჭადარზე ჩაუმკიდებდნენ აი ეს გულდამწვარი მამულიშვილები. ეს ახალგაზრდა ქალი ამბობდა რომ თქვენი გულშემატკივარი იყო წარსულში. ამას ძირითადად ამბობენ იმისათვის რომ მეტად გაამყარონ დარტყმა და ცილისწამება ჩვენზე. ეს დამუშავებული, დამუღამებული მეთოდია. აი თქვენი მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ და მე რა მაგრამის შემდეგ იწყება ცილისწამებათა საკრებულოსება მართლა რატომ არ მოიწურა ბატონო შალვა აი მიხეილ სააკაშვილისთვის დათმობა თავმჯდომარეობა. არ ვიცი ეხლა როგორ არის ისიც გაგვიკვირდა მართლა გაგვიკვირდა. ისეთ რაღაცას რო დააბრალებ ადამიანს, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის და სააკაშვილი ჯერ დაბადებული არ იყო რომ ებრძოდი მას. ხო, აი პირის გდაღებს გაოცებისგან და უკვე არგუმენტი აღარ აქვს რა გითხრას. ანუ რასაც მთელი ცხოვრება გმობს და ილაშქრებს, იმას რო დააბრალებ. ეხლა ხალხო, ადამიანებო, ფსიქიურად ხო ვართ ნორმალურები, მე მგონი კოლექტიური სიგიჟე არ არსებობს, ხო? არ მიყრია არასოდეს კენჭის საკრებულოს თავმჯდომარედ. ეშმაკ საუღია ეგ ორგანოს და მისი თავმჯდომარეს ეხლაც და მაშინაც როგორ უნდა დამეთმო მით უფრო როგორ უნდა გამეყიდა როდესაც ყველა პარტია, ყველა ხელისუფლება, ყველა ოლიგარქი მე მიყალბებდა არჩევნებს, მე მპარავდა ხმებს, ჩვენ ვიჩაგრებოდით, ჩვენ ვტოვებდნენ პარლამენტის გარეთ, ჩვენ გვიწყობდნენ რევოლუციებს, გადატრიალებებს, ცილისწამებათა კამპანიებს, ჩვენ გვადებდნენ სანქციებს, გვართმევდნენ კუთვნილ დაფინანსებას, გვართმევდნენ საარჩევნო კომისიაში წევრებს და ეს სატელევიზიო რეკლამის უფლებას გვართმევდნენ, რაც აიხლა გაგვიკეთეს. ეს ყველაფერი სამართლებრივი დევნა დაიწყეს 2007 ახლა 25 წელო მომისაჯა გვარამიანდა ისტორიაში ცნობილი ამბებია ხო რაზეა საუბარი აი ამ ხელა განსაცდელის გადამტანი პარტია და ლიდერთა ჯგუფი და ნებისმიერი აქტივისტი ვინც ჩვენ პარტიაშია აი ესეთი ამბების მიუხედავად რომ გაგვაკულაკეს და ერთი ცენტი არ დარჩა პარტიაში საარსებოდ არც ერთი პარტიის წევრი არ გასულა პარტიიდან არც ეს არ უთქვია რომ ჩვენ გაგვეკეთებინა რაღაცა კომპრომისი იქთაც ყოფილიყავით კარგად აქეთაც ყოფილიყავით და პარტია აი ფინანსურად შეგვენარჩუნებინა არც ეს პროტესტი არ გამოუთქვია არც ერთ პარტია არ დაუტოვებია აბა გადაბირების ოცნების მხრიდან რას ლაპარაკობთ კასკადი აბა ერთი დატოვე ნებისმიერი პარტია დაფინანსების გარეშე თუ დარჩება მისგან რაიმე თქვენ ახავთ აი ზოგიერთ პარტიებს რომლებსაც რამდენიმე თვეა მოაკლდა დაფინანსება რა მიმართულებებით გაიქცევენ მათი წარმომადგენლები მალე და თქვენ ალბათ ნახეთ რომ პრემიერ-მინისტრი გახარიას პარტია ცოცხალი თავი დღემდე არ ტოვებს პარლამენტს იღებს პარტიულ დაფინანსებას მილიონებს და იღებენ მათი დეპუტატები პარლამენტში 10,000 და 15,000 ხელფასებს მათ შორის არის საქართველოს უბედურებად დაბადებული ძისიკური რომელიც ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ როდესაც სამტრედიის რკინიგზაზე დაწვა რომ უნდა დავშალო რუსეთი და მატარებლები არ გავატარო. იმის შემდეგ საქართველოს დაიშალა და რუსეთი აგერ ლამის არის შუა ევროპაში შევიდეს.
აი ძიძიგურიზაცია ქართული პოლიტიკის და ახლა გახარია ზის პარლამენტში და იღებს ხელფასს და აი ეს კატეგორია, აი ეს ადამიანები და ესენი თან ოპოზიციაში არიან. და თანაც არავინ არაფერს არ ეუბნება. არაფერი დამიშავებია, არაფერი გამიყიდია, არაფერი შემიძენია. პირადი ოჯახური ინტერესები, გავწირე, ბიოგრაფია, წინვალე, აი თქვენ ხო წაიგითხეთ ის ჩემი ბიოგრაფიული მონაცემები. ყველაფერი ხო მცირე ვერსია, ყველაფერი გავწირე და კიდევ აი ესეთი ბოროტები არსებობენ საზოგადოებაში, რომ აი ესეთი ბრიყული და სიძულვილი სავსე კითხვები დასვან. აბა რა უნდა ოპოზიცია ეხლა რომ მე არასოდეს არ მიყრია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კენჭი, რომ ეს სააკაშვილი რომ ჩამოყავდა ედუარდ შევარდნაძეს 94 წლის მარტში, შევედი შევარდნაძეს და უთხარი რომ ეს არის სანსარაკაცი, არ გინდა მაგის ჩამოყვანა, ინანებ ძალიან მწარეთ. მისი პასუხი იყო რომ დაღვინდება შალო, მე უთხარი დაგიწმარდება აგეთ. 94 წლიდან მე და სააკაშვილი ვართ დღემდე დაპირისპირებული, ახლა პატიმარია და შევწყვიტე რა თქმა უნდა ოპონირება და პირიქით მის განთავისუფლებას ვითხოვდა პოლიტიკურ საუბარი, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება იმ დონეზე იყო მისული, რომ აი არ ვინდობდით ერთმანეთს და როგორ დაუთმობდი მე მას რაღაცას პრინციპულს, სტრატეგიულს, სერიოზულს, რა შუაში რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა მაგალითად დამეთქო სიტყვაზე, ხო? პოლიტიკაში მოდის ეგეთი რაღაცები, მაშინ ორივე ვებძოდი ჩავარდნაძეს. ისიც ოპოზიციად იყო მიჩნეული, ხო? რომს დამეთქო საკრებულოს თავმჯდომარეობა. რა, პრეზიდენტი გახდებოდა ამით? პრეზიდენტი გახდებოდა დღეს ვინ არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე თუ იცის ლენჩი ბიჭი თხემალაძის ვინმე იცნობს მაგას საკრებულოს თავმჯდომარეობამ ეგ ჩამოიყვანა შევარდნაძე უმრავლესობის ლიდერი იყო შევარდნაძის პარტიაში იუსტიციის მინისტრი იყო ეხლა ისე მიდის საქმე რომ ამ ქვეყანაში რაც კი წინ გადაბუნებულთა და იდიოტთა დამსახურების შედეგად მოხდა ჩემზე უნდა დაბრალება და ეს რა თქმა უნდა იწევს დიდ გულისწყენას მაგრამ ეს გულისწყენა ქარდება როდესაც ხედავ ხალხის სიყვარულს მასობრივ სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ მიუხედავად სატელევიზიო ბლოკადისა რაც ჩემს მიმართ იქნა დაწესებული ერთადერთი გამორჩენება თქვენ ხართ დანარჩენება ბლოკადა დამადეს გვარამი ამაც ხაზარაძემაც და სხვამაც ეგიც ისტორიები მთელი საქართველოს ფეხით მოვიარე საქართველოში თუ რამე ბაზარია და თავშეყრის ადგილი ყველგან პირადად მივედი და იმხელა სიყვარულია ხალხში იმხელა ნდობა იმხელა პატივისცემა იმხელა სითბოა რომ ამისათვის ღირდა დაბადებას ბრძოლას ცხოვრებას არჩევნების გაყალბების მსხვერპლად ქცევას არა რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი საკ ნათქვამი რომ გადაერო ზღვა ფეხითო გამოჩნდებიან ისეთები ვინც იტყვის რომ სულ არ ხსოდნიო მაგრამ ეს იდიოტური აკუიატებები ჯობია მოვიცილოთ როგორიც არის რომ მე გავყიდე ხმები დაუთმე საკრებულოს თავმჯდომარეობა რომ თურმე მე მოვიყვანე ივანიშვილი პოლიტიკაში და სხვადასხვა ეს იდიოტობები დავამთავროთ ხალხო და დავინახოთ მთავარი და დავინახოთ ის ვინ დგას თქვენს გვერდით ვის შეუძლია თავი გაწიროს თქვენს გვერდით და ესეთი მხოლოდ შალვანათელიშვილი და ლეიბორისტული პარტია და ეს პარტიები ეხლა ვილაპარაკოთ და თქვენ ახლა აი ამ კითხვაზე საპასუხოდაც კი ოპოზიცია გააკრიტიკეთ და იყო აქ კითხვა რატომ არ გაერთიანდა ოპოზიციასთანო და იყო ასეთი კითხვა აი რატომ წაართვა ხმები ოპოზიციას თქვენს ჩაი ხო წარმოგიდგენიათ ოპოზიცია რომ ჩამთხლებდა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ხაზარაძე გვარამიას ჯგუფი რომ ჩამთხლებდა რომ მოატყუებინა თავი ივანიშვილს და ივანიშვილმა რა დაპირდა მაგათ ხო იცით უმრავლესობით გაიყვანდა პრემიერა დაუნიშნავდა ის მალაიზიელებს რომ მიადოს ხვირზე იქ ახალზელანდიაში გილაურს საქართველოს ბანკის პატრონს და მმართველს თავის ძმასთან ერთად და ივანიშვილის მარჯვენა ხელს ეს იქნებოდა კომპრომისული პრემიერი და ყველაფერი იქნებოდა კარგად გაუგზავნა გვარამიას ტელევიზიას რა ვიცი მილიონები ზოგი 40 ამბობს ზოგი რა თქმა უნდა დაურეკა ნარიჩკინო იმიდან მოსკოვიდან საგარეო დაზვერვის შეფა ვისაც დავალებული აქვს საქართველოს კურატორობა და ვინც არის ჩვენი უფროსი რეალურად დაურეკა და უთხრა მისთან ატომბომბს გადაგაღლაბებს ლიტვინო მოგენატრება ლონდონში რომ მოკლეს იმ ატომურის რომ დაალევინეს ჩაი რა სისულების მიქრა ვინ უნდა მოიყვანო და გადააგდებინეს თავი ეხლა მე ამ ოპოზიციასთან შევსულიყავი ჯერ ერთი პარტია დამოუკიდებელი იდეური სჭირდება ქვეყანას ისე როგორც სჭირდება უნივერსიტეტი სჭირდება სამინისტრო სჭირდება მთავრობა სჭირდება პარლამენტი სჭირდება დროშა გერბი ჰიმნი თუ პარტიული სისტემა არ შეერაბადეთ ვერავინ ვერ მონახა ვისთანაც გაერთიანდებოდა სოციალური კვლევები აჩვენებდაო რომ მარტო ვერ შეძლებდა ბარიერის გადაახვას და ამიტომ აი როგორ ვერ მოიძებნა ამდენ პარტიაში როგორ აჩვენებდა ეხლა ეს ახალგაზრდა გაერთიანების ბარიერი გადაგელა ახალგაზრდა მეგობარი რომ არასწორი იქნანაც ჩასულ იგივე თქვენი ტელევიზიით ედი
Edison Research-ის გამოკვლევებით ყოველთვის ვლახავთ 5%-იან ბარიერს, არ გახსოვთ თქვენ? აი აქ ხო, ვლახავთ ბარიერს Edison Research-ი, რომელსაც არ უყარვათ და ყოველთვის 5-ს რო გვიწევს, ესე იგი 15 მაინც არ გვაქვს. ცნობილების პანელში ეს მეგობარია, ხო, არ ვენდობ, იმიტომ რომ გვიყალბებენ ჩვენთვის არჩევნების გაყალბება იწყება ამ გამოკვლევებით, მე ეგზიტ პოლებით, მე შეტახდებიან აი ეს ხაზარაძე, გვარამიები, ივანიშვილები, შევარდნაძეები, სააკაშვილები, მოდი ლეიბორისტული პარტია მოვდეხოთ, ჩვენ დავაკომპლექტოთ პარლამენტი, ეგრე ყველაფერს ლაპარაკობენ, ნერვებზე მოგიშლიან, ჩვენი საქმე უნდა ვიცოდეთ, საღამოს ერთად ხედან, ბარში, კოქტეილზე, ერთმანეთთან ათესავდებიან, მოყვდებიან, ერთმანეთის გვერდზე იშენებენ სასახლეებს, ერთმანეთთან ახლოს დადგება რომ დებატები იყოს, არ დაგეთანხმებოდათ არც ერთი. რომელი არ დამეთანხმება? მილიარდები რო აქვს მოპარული ხაზარაძეს, ხალხისგან ის არ დამეთანხმება, მაგრამ ხალხი დაზარალებული, მაგისგან გამოსახლებული და ბიზნეს დაკარგული, კაცო. გვარამია რომ ყველა უბედურების და დავარქვი ეროვნული ბაღლინჯო, ყველა უბედურების შამდენია. ამაში არა. აი მოდით გავიხედოთ თვითმმართველობის არჩევნების მიმართ არის კორექტული ვარ, მე მგონია ლიდერატურის სიტყვა არ შემიგინებდა, უცნაური სიტყვა არ გეხარია. უბრალოდ უბედურება ერის. ეხლა წასულია ლონდონში საჭალიქშოთ იმისათვის, რომ სანქციებისგან დაიხსნას არ და ვიცით ეხლა ჩვენ ბატარმელა დიდმელა სათქმებდო. ვიცით ეხლა ჩვენ უნდა რომ სანქციიდან გამოიხსნა ჩხარტიშვილი, გილაური და ფხაკაძე. და ამაში კიდე ვაჭრობა აქვს გამართული და ასევე ამერიკაში შავიდა თვითონვე თქვეს ხაზარაძე. აი ახლა ბოლოს ვითომ ტრამპის ინაუგურაციაზე რო დაპატიჟეს, სამდუიში ბონჟებთან რო იდგა კუჭეში გარეთ დაპატიჟებული ინაუგურაციაზე ხაზარაძე, ჩავიდა და იქ ვისაც შეხვდა, ჩააწვეთა ყურში რომ გილაური და ფხაკაძეები და ისინი და ჩხარტიშვილი კაი ბიჭები არიან და რომ გასამცირდა. ჩვენ უნდა ვიცოდოთ ერთი რამ. არავითარი აზრი არ როგორ არ იყო აგერ თქვა ტელევიზიით. არავითარი აზრი არ აქვს ივანიშვილის მოცილებას, თუ სისტემა არ შევცვალეთ, თუ ოლიგარქი არ გავიყვანეთ პოლიტიკიდან, თუ დიდართა კლასი არ მოვაცილეთ გადაწყვეტილების მისაღებ ბერკეტებს. ოპოზიციაში არ დაუბრუნდეს ხალხს ძალაუფლება დიდართა კლასი, ეს არის ერთი ბანდა, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაშია, ოპოზიციაშია, პოზიციაშია, რას გვეუბნება პირით, გულით ფიქრობენ ერთსა და იგივეს, რომ მე უნდა ვიყო და ვიყო შემოსავალი ეროვნული უნდა იყოს ჩემი ოჯახი უნდა იყოს ბედნიერი, ჩემი კლანი უნდა იყოს კმაყოფილი, დანარჩენი ეს შფახსაც წაუღია. ეს კოლექტიური ივანიშვილებია და ამიტომ თუ მარტო ივანიშვილი დასანქცირდება და მისი ოჯახი რა თქმა უნდა ესაზე მოხდება და ჩხარტიშვილი გადარჩება, ჩვენი ანაბრების შემჭმელი, ის რა ქვია, ბენზინ მაფია ფხაკაძე, სოფლოში $1 ბენზინი აქ $3 ხიდის, ფხაკაძე გადარჩება, კურტალიძე, წამალი, თურქეთში $2 და $200 როყიდის, ეს თუ გადარჩება ის გილაური, რომელიც $1.5 შემოსავალი მიიღო მაგათმა ბანკამ, რომელიც ფაქტორად ივანიშვილის ბანკია. მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და იგივე პოლიტიკას გააგრძელებენ, ოღონდ განსხვავებით, რომ ფსიქიურად შედარებით ნორმალურები იქნებიან. ეს ცოტა დაწყობილიც ვერ არის. ახლა კაცი რო იტყვის, რომ ადამიანზე ვწერ წიგსო და ნიცშეს შევედავებიო და გეოპოლიტიკურ ხსნელად წარუსახავს თავს ხალხს, რომ აი იცის თურმე წინასწარ რა მოხდება ატლანტიკის იქი და აქე და თურმე ქვეყანას ააცილა ომი, საფრთხე და თურმე ეგ რო არ ყოფილიყო ჩვენ დავხოცავთ ერთმანეთს და შემოგვესწავდა მთელი მსოფლიო და თურმე გლობალიზმი და მასონების წინამდე იბრძვის და ამ დროს სოროსი მასთან სტუმრად იჯდა სოლოლაკში და კუჭისწვენი ამოუღეს ერთმანეთს კოცნით და ამ დროს გაქანებული პრო დასავლური ლოზუნგებით მოვიდა თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ნატოს შესვლა, ევროკავშირში შესვლა და სხვადასხვა. რეალურად ჩვენ აი ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვენახა, რომ მდიდარ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში შემოიჭრა, არ აქვს ზნეობა, არ აქვს იდეა, არ აქვს ნამუსი, მას ამოძრავებს ერთადერთი მოგების მიღება, სისხლის, სრემლის, ოფლის, გაღატაკების, ქვეყნის გაყიდვის, ქვეყნის სტრატეგიული კურსის სანაცვლოდ. აი ეს მაგალითია და ივანიშვილი და მის ნაირები ყველა უნდა დასანქცირდეს ერთიანად. ეს ჩვენი სი არის ძალიან კომპაქტური. მე შემიძლია მოვიდეთ სალკე თუ მომიწვევთ სის პრეზენტაციის შემდეგ და დეტალებში გეტყვით ვინ რატოა შეყვანილი. უახლესი არჩევნები, რა თქმა უნდა, ყველა ითხოვს ახლა ის ვინც რუსთაველზე დგას პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობენ რომ გაყალბდა არჩევნები, ითხოვს ხელახალ არჩევნებს. თუმცა კალენდარულად მაინც უწევს თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მაყურებლის კითხვა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, ეს ძალიან სწორი და დროული კითხვა იყო. მინდა გითხრათ, რომ ის ვინც
დაიწყებს თვითმმართველობის არჩევნებზე მათში მონაწილეობაზე საუბარს პარტია და პოლიტიკოსი, ის არის საქართველოს გულში ტყვის მსროლელი. ეს არის ჩამოყალიბებული, დამთავრებული ღალატი და შესაბამისად მან უნდა მიიღოს ექსორია, როგორც ანტიკურ საბერძნეთში იტყოდნენ, გაძევება პოლიტიკური ასპარეზიდან. გამორიცხავთ მონაწილეობა. ეს ყოველად გამორიცხულია. რა ადგილობრივ არჩევნებზე ხალხო საუბარი, რეჟიმი განწირულია, გილიოტინაზე უდევს თავი და ამ დროს იმას იზავ, რა ქვია, იმ გილიოტინას იქით გადააგდებ, რეჟიმის დამრეშევი მეთაურს ფეხზე აყენებ და ეთქვი რომ გააგზელე მართვა. ეს ნიშნავს ივანიშვილის დატოვებას და მერე მთელი მსოფლიოს ჩაიქნევს ჩვენზე ხელი სამუდამოდ. ეს არის უპრეცედენტო ღალატი, რომელსაც შადიმანი ვერ მოიფიქრებდა და რა ვიცი, ყველა ცნობილი მოღალატე ჩვენი ერის ისტორიაში. ამიტომ ის, ვინც ამაზე საუბრობს, არის სუსის პარტია, სუსის პოლიტიკოსი, უშიშროების და ვიცით ესენი ვინ არიან, მორფინის თემა რო შექმნეს პარტია და მერე პედოფილიის პროპაგანდას რო ატარებდნენ და ეხლა გამოდიან ჩვენს გვასწავლიან და კიდევ ვიღაცა პოლიტიკიდან გასული ტიპები, რომლებიც უკან მოატრიალეს, აღარ მინდა დავასახელო, მაგრამ თქვენ ალბათ მიაქცევთ ყურადღება, ზოგიერთ უკან დაბრუნებულ ფიგურას 10 წელი აღარ გვინახია, რომ შემოვიდნენ და დაიწყეს რბილად საუბარი ადგილობრივი შეიძლება მონაწილეობის მიღება, ეს არის ქვეყნის გულში ჩაცემული დაშნა. ამიტომ უნდა დამთავრდეს აი ამ წუთიდან მაინც ყოველგვარი საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე. ამ კითხვის დამსმელი მხოლოდ ასევე საპარლამენტო საინტერესო ფრაზას ამბობდა, რომ საჯი მოსყიდულია და რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას. არა, ახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე. მისი კრიმინალური პარტიის გარეშე, ისინი უნდა იქნან მოწყვეტილი ქართული პოლიტიკიდან, მათ შორის საარჩევნო პროცესიდან და ისინი უნდა ელოდებოდნენ მსჯავრს, ხალხის მსჯავრს, სამართლიან სასამართლოს და იმ ქონების უკან მოტანას, რომელიც გადამალეს. აი ახლა ბოლო ინფორმაციას გეტყვით ექსკლუზივის წესით თქვენს ავტორიტეტულ თოქ-შოუს, იცით სად აქვს 10 მილიარდის ქონება გადამალული ბიძინა ივანიშვილს? აბა გვითხრა. აი რატო ულოკავს ჩინეთის ხელმძღვანელობას ფეხსაცმელებს თუ ხვდებით? გუანჯოუს ოფშორულ ზონაში გადაიტანა ლონდონიდან ძალიან დიდი რაოდენობის სიმდიდრე და ოფშორებიდან კიდევ მათ შორის შვეიცარიიდან, მათ შორის საღდრისგან ამოღებული ოქროს ზოდები ფიზიკურად გადაიტანა გუანჯოუს ოფშორულ ზონაში და მას გონია რომ ჩინეთი გადაყვებაზეთ და შეუნახავს ამ სიმდიდრეს და შეუნარჩუნებს გლობალური სანქციების პირობებში და ავიცნება რომ ჩინეთის საფინანსო სისტემა მთლიანად მიბმულია ამერიკულ SWIFT-ზე და მათ საფინანსო სისტემაზე და როგორც კი ამერიკელები ეტყვიან ჩინელებს რომ რაღაცა ეს პროდუქცია რუსეთში რო აგზავნით არ მოგწონს და დაასანქცირეთ ის გემი რომელთაც შემოვიდა ესა თუ ის პროდუქცია იმიტომ შეასანქცირებს ჩინეთი იმიტომ რომ გლობალურად მისი ბანკები მოხდებიან სანქციებში მე და ამას ეროვნულ ბანკში აქვს ამბობენ ეროვნულ ბანკიდან გადაიტანა გუანჯოუში აქვს გადატანილი სიმდრის ძალიან დიდი ნაწილი ეს სურათები კი შემოიტანა მაგრამ ეგ არის მცირე ეპიზოდი მისი დანაშაულებრივი ქონების მოძრაობისა და ამიტომ ეს ძილვაჭარი ეს სოვდაგარი დღეს საქართველოს უყურებს როგორც იაპონია იყო ყურადღების ეპიცენტრში და ხომ არ გაქვს რამე ახალი დეტალი ამაზეც ეგრეთ წოდებული შავი ჩანთა და არ ვიცი ამაზე ახლა დეტალები არ მაქვს ერთი ვიცი რომ დიპლომატიური კორპუსი იაპონიაშიც და ამერიკაშიც და ბრაზილიაშიც ქართული დიპლომატიური კორპუსი გადაქცეულია ივანიშვილის საოჯახო ინტერესების დამცველ ლეგიონად და არავითარი ინტერესი გეოპოლიტიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური ჩვენი ხალხის უფლებების დაცვის მათ არ გააჩნიათ გარდა იმისა რომ ივანიშვილის ქონებას მისი ოჯახის წევრებს ზედ გადაყვნენ, მოეფერონ, ცივნიავი არ მიაკარონ და სხვადასხვა ასე რომ ეგ ეპიზოდი შეიძლება იყოს აბსოლუტურად სწორი, ვინაიდან დასანქცირებულია პრაქტიკულად ოჯახი და ამიტომ ალბათ საჭირო გახდა ქეში ფულის გაგზავნა იმ ბატონზე, შვილზე, რომელიც თქვათ აქ აღარ დაედგომება ევროპა ამერიკაში. ისეთი ბრაზილიაში ჩააბუდა ის. მოусმინოთ საზოგადოების კითხვების მეორე ნაწილსაც, აი მეც კი გამიჩნდა ახლა კითხვა ამ ნაწილში თქვენი კომენტარიდან გამომდინარე, ნუ თუ ოპოზიციაში მართლა არ მოიძებნა ძალა, ვინც თქვენს ასე ვთქვათ თანადგომას რაღაცა საერთო აზრს იმსახურებს და ეს კითხვები დაისვა რუსთავაზეც და მოდით მოусმინოთ და ერთად ვუყურებთ. ერთი მხარეა ბნელი რუსეთი, მეორე მხარე ევროპა და ერთი მხარე უნდა აერჩიო უკვე რა. რომელი მხარეც გეხა მკვეთრად და მკვეთრად უნდა დაიწყო ის მხარე. პოლიტიკოსი თუ ხარ, მიმართულებები უნდა აერჩიო, ერთი მხარე უნდა იყო და მეორე მხარეს უნდა მიმართვის კითხვები დასვა და კითხვები უფრო აქეთ აქვს ოპოზიციის მხარეს ვიდრე პოზიციის მხარეს და რადგან ერთად და არ გვინდა ახლა ნაკლები რაღაცების კლიკების
თქმა და ვიყოთ რა. ერთად ვიყოთ და ერთად ყველაფერს გავაკეთოთ. თუ გტირვა გული, იყავი ხალხთან და ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა რომ შენ გტირვა გული და შალვა იყავი ჩვენთან. ოპოზიციაზე რომ ყველას რაღაც ცუდ რაღაცებს ამბობს, ეს არ მომწონს. ახლა არ არის სხვისი კრიტიკის, რომ ოპოზიციამ სვალდებულია ეს მთავრობა გავისტუმროთ და მათი დაკნინება ის ამ ტრის წისქვილზე ასხამს წყალს. აი ეს არ მომწონს. შეიძლება რაღაცა შენიშვნა მისცე, რომ აჯობებდა ესე და ხალხი იბრძვის ამ კრიმინალური მთავრობის წასაშლელს და როგორ შეიძლება ოპოზიცია დააკნინო ვიღაცას გადაიბიღებს, ამით ოპოზიცია დასუსტდება, მაგისი ლაპარაკით ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი. გვერდში უნდა დაგვიდგეს და ძალიან აქტიურად უნდა შეებრძოლოს ამ რეჟიმს, იმიტომ რომ ძალიან საშიში არის და ძალიან დამანგრეველი. ამიტომ კონკრეტულად შალვა ნათელაშვილისადმიც და ყველას მიმართ, რომ ყველა ადამიანის გვერდში დგომა და ხმის ამოღება გვჭირდება ახლა. თან ახლა ნათელაშვილს არავინ ისე ნეგატიურად რეალურად არ აღიქვავს და პირიქით, მისია გამოჩენა მე მგონი რაღაცა ხალხს ნამდვილად არ გააქცევდა. შორის ხშირად მოდის, შეიძლება ეს ბევრმა ვერ დაინახოს ან რაღაც, მაგრამ მიდის ხალხთან ესაუბრება, გამოლაპარაკება, ჩვეულებრივ ჩართულია რაღაც საკითხებში, ყოველთვის იღებს მონაწილეობას. ხომ არ გითხავდით რამეს აქედან? საერთოდ რა ვიცი, ესე პოლიტიკაში აქტიურად აღარ არის და რატომ გადაიწია უფრო უკანა პლანზე ვიდრე სხვა პარტიებმა. დღევანდელ ეხლა აი ესეთ მდგომარეობაში როგორ არ გამოდის და არაფერს არ ამბობს და არ ფიქსირებს თავის პოზიციას და კომენტარს არ აკეთებს. საქართველოს ბედი აქ წდება. აი აქ ყოველდღე მოვდით ამ საყინულეში აქ და ხალხი თითქმის ერთმანეთს ვიცნობდა. რატომღაც შალვა ნათელაშვილი არ მინახია და კითხვა მაქვს. რაშია ბატონო შალვა? საქმე გადავიღალეთ, დავბერდით, თუ რა ხდება? ძალიან მაინტერესებს. კითხვას დაუსვამდი, ამას ვეთყობი. ბატონ შალვა ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ივანიშვილის სანქცირებაზე. აი ეს ხომ არ არის რატო არ ჩანს თუ მუშაობს სანქცირებაზე? ივანიშვილის სანქცირებაზე ძალიან ბევრი მუშაობს. მე ყველა პარტიები მუშაობს და მთელი ევროპაც მუშაობს და აუცილებლად დაასანქცირებენ. მე ამის იმედი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად ადამიანი ძალიან ძირძველი პარტიის წარმომადგენელია ერთ-ერთი და მე მგონი აქ რო იდგეს შეიძლება მისი მომხრეებიც მოვიდნენ აქ რეგიონებში ვერ ვიტყვი, მაგრამ თბილისში ყავს მაინც მისი მომხრეები და თავის მომხრეებთან ერთად მოვიდეს და გავამაგროთ ეს პოზიცია. ყველას თავისი ამომრჩეველი ყავს და ეს ამომრჩევლები უნდა გაერთიანდნენ. ერთად ყველა უნდა და მე ამასთან არ დავდგები. მე არ მომწესება მაგის დრო არ არის. არ არის ერთმანეთთან ბრძოლის დრო, საერთოდ არ არის. გაიხსენონ 1921 წლის ისტორია. როგორ შეიძლება ერთმანეთის ჭამა იმ დროს, როდესაც ესეთ საშინელ სიტუაციაში ვართ. რაღაც ცოდვები მასაც აქვს და ამიტომ თვითონაც უნდა დაივიწყოს ცოდვები ვიღაც პოლიტიკოსების მიმართ რაც აქვს, წყენები რაც აქვს და მე მგონია რომ დროა გაერთიანდეს ყველა. რომ ყველამ ერთად უნდა დაამარცხოს აი აქ მონსტრი ვინც არის. ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ ამ ჯარიმებით, ამ ძალადობით, ჩვენ წინააღმდეგ ჩვენს მაქსიმუმს ვერ ვაკეთებთ. და ამიტომ პოლიტიკოსები უნდა დაგვეხმარონ, მე ეგრე მგონია და შალვაც ვალდებულია დადგეს პოლიტიკოსებთან ერთად. გადაცემა არ არის გამონაკლისი, როცა მე და ელისო გავედით რუსთაველზე სხვა შემთხვევებში, ყველა ლიდერთან ეს მოთხოვნა აქვს ბატონო შალვა, რომ გვერდზე გადადეთ უთანხმოება, ძველი ცოდვები, გაერთიანდით, იმიტომ რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია ისტორიაში და ერთადგომა მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული იდეისთვის. ეს თქვენ მიმართ თხოვნა არ არის სიახლე ჩვენ. ბევრი რომ საოცრება გავიგე, რომ ჩვენთან და სუიქ ვარ, რაც დაიწყო პროცესები, იქაა მთელი პარტია, იქ ჯარიმდებიან ჩვენები, იჭერენ ჩვენებს. მიღვით არ დადიხართ, რომ მიღვით არ დავდივარ, ყველა მიცნობს, ყველა მხედავს რა ქართლს, მაგრამ ზოგს ეთყობა ამ პოლიტიკური ასე თქვა ორიენტაციის გამო ისე აქ აბმული თვალები, ბადია გადაგურლო ვერ მხედავს და აი ამაშია საქმე. როდესაც საუბრობთ ერთსულოვნებაზე, ერთმანეთის გვერდში დგომაზე,
არ მაშუქებს ხაზარაძის ტელევიზია ტელეპირველს აკრძალული აქვს ჩემთან მოსვლა მე ძალიან კაი ბავშვები აქვს ჩემთან შერენ გაძლები ძალიან მოყავს ყველა ჟურნალისტი თავარ არის აკრძალულია გვარამიას დავალებით ჩემთან მოსვლა და აი ამაშია საქმე რომ ხალ გონია ალბათ ზოგიერთი ვინც ტელევიზორზეა და მოგიდებული რომ არ ვაქტიურობთ ან უკანა პლანზე გადავედით ხალხო სოფლიო მისის ევროპამ და ამერიკამ მისის სანქციები დაიწყო ლეიბორისტულმა პარტიამ 12 წლის წინ ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობა ეს არის შვენი ყველაზე დიდი წვლილი იმ დიდ ბრძოლაში რომელმაც გაზაფხული უნდა დააყენოს და ახლა ფიქრო ხოლმე ზოგჯერ რომ მარტო ამიტომ ღირდა პირადად ჩემი დაბადება რომ ჩემი ერისთვის ეს საქმე გამეკეთებინა გველეშაპი მომეცილებინა მშვიდობიანი მეთოდები დასანქცირების გზით და ამას მივახციეთ ეს არის შვენი ლეიბორისტული პარტიის მიღწევა როდესაც ყველა გვებრძოდა როდესაც ეს ოპოზიცია ეხლა რომ მომიწოდებენ გვერდში დაუდგე პარლამენტში შერბოდა ივანიშვილის არჩევნებს ათეთრებდა მასთან ბლოკში იყვნენ მისი მინისტრები იყვნენ მისი დეპუტატები იყვნენ მისგან ფინანსდებოდნენ აი იმ დროს ჩვენ პარტია თქვენი მონამორჩილი იბრძოდა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასანქცირებისათვის და აი ახლა უკვე დაიწყო კვირტების გამოტანა აი ამ დიდმა ბრძოლამ მე პირდაპირ გეტყვით რომ მეც ჩემს სალოცავ ქვეყანას ვერაფერს ვერ გავუკეთებ უფრო დიდს ვიდრე ეს რაც გავაკეთე აი ამ საზარელი ბოროტების დასანქცირების საკითხში რაც გახდა დღეს სოფლიო გეოპოლიტიკის მთავარი სამოქმედო ბერკეტი მის წინააღმდეგ მეც ალბათ აი რა ვიცი აღარ მგონია მეტი რამე უკეთესი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ამას შეეწირა ჩემი პირადი ოჯახური ინტერესები პარტიას და ყველაფერი მაგრამ ღირდა ეს ამათ ჩვენი ქვეყანა ღირს იმათ რომ თავის შევწიროთ ეს არის გმირების ქვეყანა ეს არის განათებული კოორდინაციას რამე კი ბატონო არაფერი წინ არ უდგა რატომ გამიკეტა ხაზარაძემ თავის ტელევიზია ხალხო ამიხსენებს ვერ შევალთ ამ დისკუსიაში არა ამ დისკუსიაში თუ ვერ შევალთ ვერ გავიგებთ რა ხდება ვერ გავიგებთ რა ხდება წარმოოთ მაშინ სადროის იყავით ვერ გავიგებთ რა ხდება მაშინ თუ არ შევალთ ივნისის თვიდან მას შემდეგ რაც ახლა მეც გეტყვით მაშინ 4 ივნის ამერიკის კონგრესში გაიმართა ჰელსინკის კომისიის ხდომა სადაც ვიყავი მიწოული მე ბატონი ვილსონის შვენი მეგობარ ვილსონის მიერ და იქ ერთ სიტყვით დაგვასახელა როგორც ვილსონმა აქციების სანქციების ინიციატორი და ოფიციალურად ოქრში შევიდა აი ეს მონაკვეთი ჩვენი მასალები წარდგენილი დოკუმენტები ყველაფერი იმ დღიდან დაიკეტა ჩვენთვის ხაზარაძის ტელევიზია ანუ რა შური ბოღმა არიქა რეიტინგი არ გაეზარდოს პარტიას არიქა ხელისუფლებაში რომ არ მოვიდეს ან ადგილები არ დაუკარგო მე მეტი ხალხი მოიყვანო ბანკში შემოსავალი არ შემემცირდეს მილიარდი დავამატო აი ეს რა ერთიანობაზეა ამის შემდეგ საუბარი როდესაც მიზანი ჩვენი რა არის დღეს რომ ივანიშვილი მოიცილო და მისი რეჟიმი ხო თუ აი ამ მოცილების საქმეში ყველაზე აქტიურ ძალას სანქციების ინიციატორ ძალას დაბლოკავ და შენი ტელევიზიით არ მისცემს საშუალებას გაშუქდეს მის საქმიანობა საერთაშორისო არენაზე პარტიული საქმიანობა კი არა აი ახლა გენ რომ დაიძინებენ და ყავას რო სვავენ და ჩართვებს რო უკეთებს ტელევიზია ამას კი არ ვითხოვთ აი ვაშინგტონში ვიყავი ახლა იყო საოცარი შეხვედრები მაბატეს ელისო არა თავარზე გელაპარაკებით მე თქვენ კრიტიკული მედია ძალიან ძიმე მდგომარეობაში არა ეს თქვენ ხართ ძიმე მდგომარეობაში ფორმულა ძიმე მდგომარეობაში მაგრამ თავარი გამოთულია გვარამიას ღორობის გამო 40 მილიონი რო გამოუგზავნა ივანიშვილმა მაბატე აი არ მალაპარაკებთ ივანიშვილმა გამოუგზავნა 40 მილიონამდე გვარამიას ეროვნულ ღალატში ეს ფული შეიტყაპუნა გადარიცხა ნაწილი ტიბისი ბანკის მეშვეობით მაბატიეთ ლონდონში მათ შორის გამოიტანა 98,000 რო ქონდა ხელფასი შიერი ტელევიზიის მეპატრონეს სადაც ჟურნალისტები შიმშილობენ 98,000 ხო ქონდა ხელფასი გვარამიას ეს ვისი ბრალია ბრალდებებია არ არის ბრალდებები ფაქტებზე გელაპარაკებით ფაქტურაში უწერია 98,000 ხელფასი ყოველთვე ამ დროს ჟურნალისტები უხელფასს უწყავს არ ვიცი ეს რამდენად არის აგერ 40 მილიონიდან დაწყებული რამდენი გამოუგზავნა გილაურის ხელით ივანიშვილმა კიდევ ალბათ კაი ხანს გააკეთებენ ისტორიკოსები ზუსტად ამას შეეხებოდა კითხვა რატომ ამცირებს ოპოზიციას რჩევა მისცეს გააკრიტიკოსო ახლა ამ ეპიზოდში ჩვენ ისტორიის ამ ეპიზოდში იმიტომ რაზეც ახლა
თქვენი საუბრით, გადავდოთ ეს ყველაფერი წარსულში, თუნდაც თქვენი როგორც თქვენ ამბობთ, დაბლოკვის სხვა ისტორიები და ახლა დღეს ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, გავერთიანდეთ. ვის ჩამოვართვა ხელი? ვის ჩამოვართვა? აი მათ ვისაც ივანიშვილის რესპონდენტი ამბობდა, ცოდვები ყველას აქვს, მათ შორის ბატონ შალვა. არაფერი ცოდვები არ მაქვს. მე წეღარ ვამბობდი და თქვენ შემაწყვეტიეთ. არცერა მარაბდეს აქვს, ნათქვამი 15 წელს ყაჩაღათა ვარ, კაცის ცოდვა არ მაწევსაო. ხო გახსოვთ? 30 წელია პოლიტიკაში ვარ და კაცის ცოდვა არ მაწევს. მხოლოდ უანგარო მსახურობა ჩემი ქვეყნის, მხოლოდ სხორპლად შეწირვა ჩემი თანამებრძოლების ოჯახის და პარტიის. ვინც ამას სიტყვის ჩემზე და განათანაბრებს გვარამიასთან, ხაზარაძესთან, თუნდაც სააკაშვილთან, შევარდნაძესთან, ივანიშვილთან, ის თვითონა უზნეო. მოდით ვიდრე და მე უზნეოების ფარვატერში ვერ ჩავდივარ. ბატონ შალვა, სასანქციო სიო. რა სისულელია რა? სოდვებზია საუბარი, რაც მე ქვეყნისთვის ჩვენ გაკეთებული გვაქვს. მარტო 3 მილიარდი დენის ტარიფის შემცირებით ვაჩუქეთ ხალხს. 7 თეთრი იყო გახსოვთ დენი. რაც აუღნიშნეთ. ხო, დიდი მადლობელი ვარ. რის გამოც ამერიკა გადავეკიდა. იმიტომ რომ მაშინ ამერიკული კომპანიები გვაქვს ისეიეს. ბატონ შალვა. არ დავიხიეთ უკვე. რომელიმე პარტია თქვენთვის რამე გაუღია, გარდა იმისა, რომ წაუღია მხოლოდ. ამიტომ ამ წამღებებთან ვერ ვიდგებით. ერთადერთი გამონაკლისი, რაც ჩვენ გამოაცხადეთ, ეს იყო დიდი კომპრომისი ჩვენგან ივანიშვილის შემდეგ კოალიციურ მთავრობაში მივიღებთ მონაწილეობას. მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ხაზარაძესთან საერთო სიაში ვერ ჩავეწერებით. გვარამიასთან საერთო სიაში ვერ ვიქნებით. სააკაშვილის სიაში ვერ ვიქნებით. ამას ჯობია აი საფლავში წავიდეთ და პატიოსნად ერთი პატარა ქვა გვედგეს ზევიდან კარგად გაგვიხსენოს ხალხმა. რა სისულელია? ბატონ შალვა, იმას რომ თქვენ მუდმივად აი ოპოზიცია ზუსტად ამ ტონალობაში. არ არის ოპოზიცია, არა. ეგენი არ არის ოპოზიცია, ხალხო. და ოპოზიციაზეა საუბარი. მაგრამ აქ პატარა მოისმინეთ და მეორე პატარა რეპლიკას გავაკეთებ. აი დიდა ევროპა ეს არჩევანი გქონსო და ამ შემთხვევაში ეს მაყურებელი ხედავდა ევროპის მხარეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს და ისურვებდა რომ თქვენ მათ კი არ ლანძღავდეთ, უბრალოდ რაღაცნაირად რჩევას აძლევდეთ სხვა ტონალობაშიო, ეს იყო მისი მოთხოვნა და აი ქართულ ოცნებას რომელი ევროპის მხარეზე მყოფი პარტია? აი რომელი არის ევროპულობა განსაზღვრება ღირებულებები. ოპოზიციაში ყველა პარტია. ევროპელობა ნიშნავს რას? პირველ რიგში ნიშნავს ოლიგარქის არ მოსვლას ხელისუფლებაში. მოკლედ არ ამბობ ოლიგარქის ეკაზე გასაგებია. დეოლიგარქიზაციას პოლიტიკის არ მალაპარაკებ. არ მალაპარაკებ. ამაყურებლის ხოვრას არ ითვალისწინებთ რომ ევროპული სოციალიზმი ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქია არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ოლიგარქია ივანიშვილი, ოლიგარქია ჩხარტიშვილი, ოლიგარქია ხაზარაძე, ოლიგარქიულია ნაციონალური მოძრაობა რამდენი მილიარდელი ყავს, შეგნახეთ ხალხის ხარჯზე გამდიდრებული, აღარ მინდა გვარები დავასახელო და სუპერ უსინდისო ოლიგარქების მწველავია გვარამიას უსახო პარტია. ვიმეორებ ყველა ამ პარტიაში და გახარეზე აღარ არის საუბარი, რომელსაც თვალთარია დაარქვეს ხალხმა. და რომელიც დღესაც პარლამენტშია, აღიარა პარლამენტის ლეგიტიმურობა, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. და დღესაც მაბატეთ არ მალაპარაკებ. მეც ვერ ვისმინეთ ცოტა ყველა გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენ ხალხის არ არის ეს ოპოზიცია ხალხო. აი ვარ მე ნაპოლეონი? ხარ თქვენ ბისმარკი? არ არის ეს ოპოზიცია. ესენი მოვლენ ხელისუფლებაში და უარეს გააკეთებენ, გეუბნებით. ამიტომ არჩევანი ამ ერთს არ ერთხელ თქვი და გადაობენ მე აი ეს 50-იან წლებში ქონდა ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას ტრუმენის არჩევნების დროს ეგეთი ლოზუნგი ან მოგვეცით ხმა ან მოკვდით. ახლა პირდაპირ გაგებით მოკვდომა კი არ იყო ნაგულისხმევ, ნუ პოლიტიკური პარალელში. დღეს მეტი არჩევანი ქვეყანას არ აქვს. ერთი პარტია ყავს, ლეიბორისტული პარტია, დანარჩენი არიან საშოვარზე ამხედრებული ყორნები. და ეს თუ ვერ გაიგებდა, თუ ამისათვის მე ენერგიის დახარჯვა მჭირდება, მტკიცებულებები მჭირდება და კიდე ვიღაცების პრეტენზიები მჭირდება, რატო არ ვერთიანდები ხაზარაძესთან, გვარამიასთან და გახარიასთან, მაშინ დამთავრებულა ყველაფერი და არც ამ ბრძოლას აზრი არ აქვს, ხალხის ბრძოლას. ეს პარტიული ბრძოლა არ არის რუსთაველზე. ეს ხალხის ბრძოლა, ხალხი ამხედრებული რეჟიმის წინააღმდეგ, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ხალხს ანადგურებს, აღატაკებს, ძარცვავს, ყლეფავს, ატყუებს. აი ხლა პოლონეთში დაიწყო 2000 ხაბატეს. სცენარი არ ყოფილა საშუალო. ამ აქციაზე დგანან ნიკა გვარამიას მომხრეები, ხაზარაძის მომხრეები, ყველას მომხრეები. მათ შორის თქვენი მომხრეები, ყველანი ერთად გახართ. ნახეთ ამ აქციაზე თქვენც ხომ დადიხართ მომხრეებთან და პარტიის აქტივთან პრობლემა არ მაქვს. პირიქით ყველა ამ პარტიაში რაც მე დაგისახელეთ და გავაკრიტიკე არის
არის ძალიან საინტერესო სახეები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ლიდერები, ყველა ამ პარტიაში, რომლებთანაც ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას და უყურებთ როგორც შვილებს და დიდი იმედით საქართველოს მომავლისათვის, საჯარო მოღვაწეობისათვის ემზადებიან ახალგაზრდები განსაკუთრებით და რაზეა საუბარი. მე მხედველობაში ვარ მათი ჩამყაყებული ლიდერები, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაყიდონ ქვეყანა. ივანიშვილზე, იმაზე რა ქვია, სოროზზე, პუტინზე, რა ვიცი, ყველაზე გაყიდე ორთულიშო. თემა შემოვატანინეთ ახლა, რადგან მოქალაქეების ნაწილი თქვენგან აქტიურობას ელოდება ერთ კონკრეტულ მიმართულებას კითხავთ. მაღაროელების პროტესტი, იცით თქვენ მათი მძიმე მდგომარეობა, ეხლა კვლავ აქტუალური გახდა ეს საკითხი. ამ მიმართულებით მათთან შეხვედრა თუ გქონიათ, თუ აპირებთ რაიმე ფორმით ჩაერთოთ, მოიკითხოთ მათი მდგომარეობა, თან პოლიტიკურ ველზე შემოვიდა ახალი მოძრაობა, რომელიც ასევე მემარცხენე მოძრაობა, რომელიც ძალიან მჭიდროდ აკვირდება ამ საკითხებს. შეიძლება ერთგვარი კონკურენციაც იყოს ამ თემების ირგვლივ. ხო, აი შეიქმნა ახალი მოძრაობა. ხო და ამ მიმართულებით რადგან ითხოვს ხალხი აქტიურობას და გავიგეთ თქვენი შეხედულება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, სხვა თემები, აი მაგალითად რაც მე ვახსენე, ეს თუ იქნება თქვენს ფოკუსში. კიდევ ერთხელ რომ დავამთავროთ ეს თემა და არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვართ გამხეთქი და გაერთიანების მოწინააღმდეგენი, მოდი გავიხსენოთ ორი ისტორიული ფაქტი. პირველი ფანჩატური ცნობილი, როდესაც ჩვენ დავიხარ, ხო, როგორ არის უარესები იყვნენ, იგივენი იყვნენ. მაგრამ ხსელობის უფლება ხო ქონდა, როგორ? უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილის პრემიერობა. ახლა მე მაბრალებ ივანიშვილის პრემიერობა. არა, უბრალოდ ახლა თუ ქრონოლოგიას მივყვებით, წარსული ეს. რა წარსულია რა? რამე შედეგი მოყვა ჩემს მიერ ივანიშვილზე პრემიერობის შეთავაზებას? მოყვა შედეგი, გახდა პრემიერი? მოყვა შედეგი. ვერ გაიმარჯვა არჩევნებში, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე რო გამიმარჯვა, თქვენ უნდათ რომ მართლა დავნიშნავდი პრემიერად ივანიშვილზე ციხეში იყო პირობა, რომელიც ბრიფინგინა წამოაყენეთ მაშინ. ჩვენ ვიცოდით, რომ ის აპირებდა პოლიტიკაში შემოსვლას, რაც მოხდა 5 წლის შემდეგ და გადავაგდეთ ასე თქვა სასინჯი ქვა, რომ ადრე გაგვეშიფრა, ადრე მიგვეღო ზომები, რომ ის აპირებდა პოლიტიკით დაინტერესებას, მაგრამ რა თქმა უნდა არ ჭამა და არაფერი არ გამოვიდა. ახლა პირველად მესმის მე მსოფლიო პოლიტოლოგიის ისტორიაში, რომ პოლიტიკოს არაფერი ცოდვა არ კონდეს ჩადენილი, არაფერი არ კონდეს დაშევებული, არაფერი მცდარი გადაწყვეტილებები არ კონდეს მიღებული და ტაქტიკური განცხადებების გამო იგივე ჟურნალისტები ისეთი მომზადებული როგორც თქვენ ხართ, ბრალს უყენებდნენ. მე რა რომ აგეთ განცხადება შეიძლება 10 გავაკეთოთ დღეში. თქვენ იცით თუ არა რომ მაბადეთ გურამ თქვენ იცით რომ რამდენიმე თვის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ზაფხულში ტრამპს რას უწოდებდა? კი, მახსოვს. ამერიკის ჰიტლერს. და დღეს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. თქვენ ახსოვთ რომ ფანჩატურის დროს თქვენ ამ რა გადაწყვეტილება მივიღე არასწორი მე. რასაც შედეგი მოყვა. რამე ბრალდება არ წარმომიხედავ. არა, ბრალდება როგორ არა, ესე რომ ჩაილაპარაკებთ რაღაცას, თქვენ მე იქ ვიღაცა ბოროტი ამას ჩაიძეს თავში და ბოლოს იმასაც იტყვიან რომ სააკაშვილის მე მოიყვანე, შევარდნაძეს მე ჩამოიყვანე მოსკოვიდან, გამსახურდას მე მოვყალე და ივანიშვილის მე გავაპრემიერე. შემდეგ გადაცემაში ღმერთი იყურება მაღლა. თქვენ თუ ვერ დაინახავთ თავგანწირვას, პიროვნების აი ესეთების ხელში იქნებით სულ გვარამია ხაზარაძე ივანიშვილი არ გამოგედა. შრომათა ლიდერი ხართ და მაღაროელებს უთხარით რამე და დაგამშვიდობებით ჩვენ. მაღაროელებს უნდა უთხრე ერთი რამ, სუსი რომ მოვა თქვენთან ჩემო ძურფასო ვაჟკაცო მაღაროელებო და გეტყვით რომ არ მიიკაროთ პოლიტიკური პარტიები ახლოს და განცხადებებს გაგაკეთებინებენ რომ პარტიები არ მოვიდნენ, იცოდეთ რომ ის სუსი არის თქვენი და თქვენი ოჯახების მტერი. როდესაც გაიმართება აქცია, გაფიცვა ამ პროტესტი და იქ გამოჩნდება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ პარტიები არ მოვიდნენ, უკვე იცოდეთ, რომ იქ უშიშროებას აქვს ნამუშევარი. ნებისმიერ აქციას და პროტესტს მაშინ ექნება შედეგი, როცა პარტიები მოვლენ, პარტიები ჩაერთვებიან და მხოლოდ მაშინ შეშინდება ხელისუფლება. აი აქამდე რომ თქვენ იმართებოდით სუსის მიერ მოგზავნილი პროვოკატორებისგან, იგივე ტყიბულში, იგივე ჭიათურაში, იგივე ბორჯომში, იგივე საყდრიში, რომლებიც გარწმუნებდნენ, რომ პარტიები არ მიგეკარებიათ, იმიტომ მივიდა ქვეყანა ამ დონეზე. ამიტომ დაიმახსოვრეთ ერთი რამ, იწყება გაფიცვა, იწყება უკმაყოფილება, იქ უნდა იყოს პოლიტიკოსი. მნიშვნელობა რა, რომელი პოლიტიკოსი, შეიძლება მე არ მომწონდეს, თქვენ არ მოგწონდეს, მაგრამ პოლიტიკოსი რო გამოჩნდება, ხელისუფლება უკვე შეშინებულია და ცდილობს საკითხი გადაწყვეტოს. მათ შორის რუსთაველის გამზირზე, სადაც თქვენ ალბათ მიხვალთ, შესაძლოა ამ გადაცემის დისკუსია ხვალ რუსთაველზე გააგრძელოთ, როცა შევხვდებიან. არა, სადისკუსიოდ იქ მე არ მივდივარ, იქ მე მივდივარ, რომ ვიყო რიგითი ჯარისკაცი, ჩემ ხალხთან ერთად, რომელიც ისტორიას წერს და ამასთანავე მე მინდა კიდევ ერთი ნიუანსი არ დამავიწყდეს აქ, არ დამივიწყებია, მაგრამ ისეთი პოლემიკა გაიმართა, რომ
უბრალოდ რო აღარ დარჩა. აი ახლა ძალიან ბევრი განცხადებები კეთდება ტრამპის წინააღმდეგ საქართველოში. კეთდებოდა. მე ვთხოვე კონკრეტულ დაინტერესებულ წრეებს, რომ თავი შეეკავებინათ ამგვარი განცხადებებისაგან. ტრამპი და პუტინი, ზელენსკი და ტრამპი, ევროპა და მაკრონი, ჩინეთი და აგერ ჩინეთი გამოვიდა დღეს მოწოდებით, რომ ევროკავშირის და უკრაინის გარეშე არავითარი მოლაპარაკება არ შედგეს რუსეთს და ამერიკას შორისო. ჩინეთი. მონახავენ საერთო ენას და დამონახავენ გზებს და იმედია კაცობრიობა არ ჩაეწევა ბირთვულ ომში, მაგრამ აი აქ ჩვენთან განცხადებები ტრამპის წინააღმდეგ იდება პირდაპირ თეთრსახში, მათ შორის ამერიკის სპეცსამსახურებში, ჩვენი უშიშროება ამას, ჩვენი არა, ივანიშვილის უშიშროება ამას აჯამებს, აზოგადებს და აგზავნის იქ და არ დარჩეს შტაბ-ბიჭდილება ამერიკის პრეზიდენტს, რომ აქ ანტიტრამპისტული ქვეყანაა და მისი კრიტიკის მეც არაფერს ვაკეთებთ. თავი შევიკავოთ, თავი დავანებოთ, იქ ცხვირის ჩაყოფა, სადაც არ გვეკითხებიან. აი ახლა ვილსონმა ეს თავიდან მინდოდა მეთქვა, აღარ დამცალდა. ვილსონმა მითხრა, ვაჩვენო მე ტრამპსო, თბილისში მიტინგზე მისი სურათი ალბათ ვიღაცას ჰქონდა გამოტანილი და ძალიან გაუხარდაო. ადამიანია ის და უხარიათ ეგეთ რაღაცები და აი ესეთი ინფორმაციები აქედან რომ მივა, შეიძლება გახდეს საბედისწერო და აი ეს დაწყებული სანქციების პროცესი ან გაჩერდეს, ან შეყვანდეს, ან რაღაცა პრობლემები შეიქმნას. ამიტომ მე პოლიტიკურ წრეებს მიმართავ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაჩოული იყვნენ გრანტების ჭამას და ეს გრანტები ტრამპმა დღეს დაუხურა. ენას კბილი დააჭირეთ, იფიქრეთ საქართველოზე, სოფლიო მიხედავს თავის თავს, ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს და ეს გზა, რომელიც დაიწყო ქართულმა ხალხმა, ბრძოლის და დაუმორჩილებლობისა, მიგვიყვანს გამარჯვებამდე, მიუხედავად პარტიული ინტრიგების, დაპირისპირების, სიამოვნებებისა და სხვა. ტრამპის ფოტოს თუ გადაგვარჩევს, ხალხმა ხვალე ამობეჭდა აქციაზე წავალ ტრამპის ფოტოთი და არა ახლა მთლად ტრამპის ფოტოებით გასვლა საჭირო არ არის, მაგრამ აი ამ ზღვა გინება, რაც იყო ბოლო პუბლიკაციებში პოლიტიკოსებისგან, NGO-ებისგან, ეს იქ იგზავნება, ერთი სული აქვს ივანიშვილის ბანდას, რომ ტრამპზე სუდი რამე აქ ვინმე მთქვას, ოპოზიციიდან თუ წინააღმდეგობის მოძრაობიდან და იქ აცნობს. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, მეგობრული გაფრთხილება.